რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს ტრამპმა მხოლოდ ორი სქესის არსებობის შესახებ, ადამიანების მუდმივ ტოლვას არანორმალურობისაკენ არაფერი ეშველება. მას შემდეგ, რაც გენდერული შიზოფრენია ნორმად გამოცხადდა, იმდენმა გაუკუღმართებული იდეების მქონე ადამიანმა გადაწყვიტა თავისი ამ იდეების ტირაჟირება და პოპულარობის მოხვეჭა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკებში გამოკეტილი პაციენტები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ნაპოლეონები, სტალინები და მაკედონელები არიან, მათთან შედარებით უბრალოდ ჭკვიანებად კი არა, გენიოსებად გამოიყურებიან. რამდენიმე თვის წინ ლიბერალიზმის ანატომიაში მოგიყევით ამბავი. ერთი ძალიან უცნაური ქალბატონის შესახებ, რომელიც მთელ კაცობრიობას უმტკიცებდა, რომ ადამიანის სიმაღლის შეკერილი თოჯინა შეუყვარდა. თან ისე მაგრა შეუყვარდა, რომ მასზე იქორწინა კიდეც. ისე უბრალოდ კი არ იქორწინა სელფის გადაღებით, არა, 250 ადამიანი დაპატიჟა ქორწილში და გრანდიოზული წვეულება მოაწყო ბეჭდებით, ტორტებით და ფოიერვერკებით. მოკლედ მარტო ხელა ბრაზილიელ ქალს სახელად მეიროვონე როშა მორაეს დედამ მამაკაცის თოჯინა შეუკერა. შვილს გავახალისებო იფიქრა. რას წარმოიდგინდა საწყალი ქალი, რომ საკუთარ შვილს საკუთარი ხელით ქმარი შეუკერა, სახელად მარსელო. მოკლედ ამ ქმრისგან მეიროვონემ 3 შვილი გააჩინა, 3-ვე თოჯინა რა თქმა უნდა. ეჭვი მაქვს ეს ბავშვების დედამ შეკერა, რადგან ხელწერა აშკარად ჰგავს. უფროსი ბიჭია მარსელინო, რომლის დაბადება, ანუ თავისი მშობიარობა მეიროვონემ პირდაპირ ეთერში აჩვენა ყველას. უმცროსები კი ტყუპიდები არიან, მარსელა და ემილია. ამ ყოვლად არაადეკვატურ ქალბატონს ნამდვილად არ დავუბრუნდებოდით, რომ არა მსოფლიო მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი. მირორი და დეილი მეილი ცოტა ხნის წინ ირწმუნებოდნენ, რომ მარსელინო, ანუ უფროსი ბიჭი თოჯინა, გაიტაცეს. და ისე უბრალოდ კი არ გაიტაცეს, გამოსასყიდიც კი მოითხოვეს, მთელი 161 ფუნტი სტერლინგი. 37 წლის დედამ განაცხადა, რომ მათი შვილი მძევლად აიყვანეს და გამოსასყიდს ითხოვენ. მეიროვონე ირწმუნებოდა, რომ უმძიმეს განცდებშია და ძალიან ეშინია, რომ მარსელინოს ცეცხლში დაწვავენ. მეუღლე თოჯინაც მთელი ღამე თურმე ადგილს ვერ პოულობდა, ბოლთას სცემდა და შვილის სახელს გაიძახოდა. ტყუპებსაც არ ეძინათ, რადგან ვერ ხვდებოდნენ, სად დაიკარგა მათი ძმა. კიდევ კარგი ბოლოს ვიღაცამ სადღაც იპოვა ეს თოჯინა და თოჯინო გენდერების ოჯახში სიმშვიდე დაისადგურა. მარსელინოს მძევლად აყვანის ისტორია ერთადერთი არაა. ცოტა ხნის წინ მეიროვონემ მეუღლე მარსელო ღალატში დაადანაშაულა. მღალატობს ეს უნამუსო კაციო, თუ თოჯინაო. მოკლედ ქორწილის შემდეგ ამ ოჯახის ცხოვრება სკანდალებით ისე დაიტვირთა, რომ სოფლიო ტაბლოიდების ჰედლაინებიდან არ ჩამოდის. ფსევდოლიბერალიზმი როგორც ვირუსი, ზუსტად ასე სწრაფად ვრცელდება მსოფლიოში. ყალბ ლიბერალებში უკვე დიდი ხანია, რაც მორიგი რბილად რომ თქვათ უცნაური ტრენდი გაჩნდა და ზემოთ ხსენებული ვირუსივით სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში. ნივთებზე ქორწინება დავირუსებულების მორიგი მარაზმია, რის ნორმად წარმოჩენას და საზოგადოების ასეთი ფაქტების მიმართ შეგუებას ცდილობენ. მორიგი ფსევდოლიბერალიზმის ვირუსით დაინფიცირებული ბრაზილიელი ქალი, ვინმე 40 წლამდე მეიროვონე როშა მორაესია, რომლის პოპულარობაც არა მარტო ბრაზილიაში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება. მორაესის სიყვარულის ისტორიამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მსოფლიო გააოცა. ის არც მეტი, არც ნაკლები ხელნაკეთ თოჯინა მარსელოზეა დაქორწინებული. ამ უკუღმართობაში დამნაშავე ახალგაზრდა ქალის დედა გამოვიდა, რომელმაც შვილს ადამიანის ზომის თოჯინა გასართობად შეუკერა, მაგრამ გართობის ნაცვლად დედამაც და შვილმაც თავი ქორწილში ამოყვეს, სადაც სიძის როლში სწორედაც რომ ის შეკერილი თოჯინა აღმოჩნდა. ბედნიერ ქორწინებამდე როშა მორაესი ამბობდა, რომ სათანადო პარტნიორ მამაკაც ვერ პოულობდა. მასთან ცეკვაც არავის სურდა და საერთოდ აიმაზეც არავინ ეპატიჟებოდა. საბოლოოდ კი მან ამ პრობლემის მოგვარება თავისებურად გადაწყვიტა. აღნიშნულ ისტორიაში, თუ შეიძლება ასე უწოდოთ, ერთი ნათელი წერტილი ისაა, რომ ქალმა მეწყვილედ მამაკაცი თოჯინა აირჩია და არა მაგალითად ქალი, ტრანსი ან სხვა ფსევდოების გამოგონილი მილიონი გენდერიდან რომელიმე. ქალმა ქორწილიც გადაიხადა, რომელსაც 250-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის ბავშვებიც და ყველამ კარგად მოილხინა. წყვილს ბედნიერება უსურვა და გზა დაულოცა. ახლად შეუღლებულებს საჩუქრებიც არ მოჰკლებიათ. ყველაფერი ნამდვილად ტრადიციული ქორწინების წესის დაცვით ჩატარდა. ზრდასრულების გაგება ამ სიტუაციაში რაღაც დონეზე კიდევ შეიძლება.
წავიდნენ გასართობად და დროის გასატარებლად. ბევრ მათგანს შესაძლოა სულაც არ აინტერესებდა ვისზე ქორწინდებოდა ქალი, თოჯინაზე, ამწეზე თუ ნამდვილ მამაკაცზე. მაგრამ როდესაც წვეულებაზე არასრულწლოვნებიც იყვნენ და ერთგვარი დემონსტრირება ხდებოდა მათთვის იმისა, რომ ნივთებზე ქორწინებაში არაფერი უცნაური არ არის, ეს სასაცილო აღარაა. მოკლედ ასეა თუ ისე წყვილმა თანაცხოვრება დაიწყო და როგორც ტრადიციულ ოჯახებში ხდება ხოლმე, ქალს და თოჯინას პირველი ბავშვიც შეეძინათ, სახელად მარსელინიო. ბავშვი მამის ასლია, ოღონდ დაპატარავებული. ანუ ისიც რა თქმა უნდა შეკერილი თოჯინაა. მოგვიანებით ქალმა გამოაცხადა, რომ კიდევ ორი ტყუპი შეეძინა საყვარელი თოჯინა მეუღლისგან. ორივე გოგონაა, მარსელა და ემილია. ახლა ისინი უკვე მრავალშვილიან ოჯახად იქცნენ. მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილ მარსელოს შვილებთან ერთად ქალი მუდამ თან დაატარებს. მას შემდეგ რაც საზოგადოების და მედიის მხრიდან თოჯინებისგან შემდგარ ოჯახს ყურადღება მოაკლდა და ქალის პოპულარობას ნელ-ნელა კარგავდა, მან ახალი ხრიკი მოიფიქრა. მეირივონემ განაცხადა, რომ მისი პირველი თოჯინა შვილი მარსელინიო გაიტაცეს და მძევლად აიყვანეს. მისივე განმარტებით გამტაცებლები ქალისგან გამოსასყიდსაც ითხოვდნენ და ისევ ქალი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. აცხადებდა, რომ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და ეშინოდა, რომ მის შვილად წოდებულ თოჯინას ბოროტი გამტაცებლები ცეცხლში დაწვევდნენ. აღნიშნავდა, რომ ვერც თავად და ვერც მისი თოჯინა ქმარი ღამე ვერ იძინებდნენ. მომხდარმა კი დაასევდიანა ტყუპი თოჯინებიც. 40 წლამდე ქალმა სოციალურ ქსელში ვიდეოც გაავრცელა, სადაც მეგობრებსა და საზოგადოებას მიმართავდა დახმარებოდნენ შვილის ძებნაში. ასევე გააკრა პლაკატები და დაარიგა ფლაიერები. საბოლოოდ თოჯინა მარსელინიო იპოვეს და ქალს დაუბრუნეს. სულ ცოტა ხნის წინ კი მეირივონე როშა მორაესმა განაცხადა, რომ ის მეოთხე შვილს ელოდება. მისივე მტკიცებით გულისრევას და კეტჩუპის მოთხოვნილებას განიცდიდა და ორსულობის ტესტი გაიკეთა. ახალი ამბავი TikTok-ზე თავის 734,000-მდე გამომწერს გაუმხილა. ვიდეოში, რომელმაც 70,000-მდე ნახვა მოაგროვა, ჩანს როგორ იკეთებს ის ორსულობის ტესტს, რომლის პასუხიც დადებითია. რის შემდეგაც სიხარულით ხტუნავს და მაშინვე თოჯინა ქმარს ახალ ამბავს ამცნობს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ტესტის დადებითი პასუხი მისთვის დიდი სიურპრიზი იყო. სახლში უკვე 3 ბავშვია, წარმოუდგენელია, რომ მეოთხეც გვეყოლება. არ მოვიტყუები, ვფიქრობდი, რომ აღარ მეყოლებოდა შვილები, მით უმეტეს ტყუპებიც მოულოდნელად გაჩნდნენ. ამასთან ერთად ქალი ამტკიცებს, რომ კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს, მათ შორის აბებსა და პრეზერვატივებს. ახალი ოჯახის წევრზე საუბრისას მან თქვა: მართლა მეშინია, რომ ერთ დღეს ისევ ტყუპები მეყოლება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ძალიან შევიყვარებთ ჩვენს ახალ შვილს. მარსელომ უკვე განაცხადა საპირისპირო, მას აღარ უნდოდა მეტი შვილი. ახლა დამატებითი სამსახური უნდა იშოვოს და არ იცის, როგორ შეძლებს ამდენი ბავშვის რჩენას. ქალი აღიარებს, რომ საზოგადოების სკეპტიციზმი მისი ცხოვრების მიმართ რეალურად ძალიან აწუხებს. მეირივონეს ისტორიების სერია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ქალი ძირითადად კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, მაგრამ ფაქტია, რომ მის შესახებ მსოფლიოს წამყვან მედიებში უამრავი სტატია შეგხვდებათ. მიუხედავად საზოგადოების კრიტიკისა და სკეპტიციზმისა, ქალი აგრძელებს თავისი ისტორიების გაზიარებას სოცქსელში და ამტკიცებს, რომ მარსელო მისი ცხოვრების სიყვარულია. ახალგაზრდა ბრაზილიელი ქალი წესით და რიგით ფსიქიატრიულში, როგორც მინიმუმ შემოწმებაზე მაინც უნდა გადაეყვანათ, მაგრამ ფსევდოლიბერალურ სამყაროში პირიქით ხდება. ქალი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, გახდა პოპულარული. სოცქსელებში უამრავი გამომწერი ჰყავს. რა თქმა უნდა, ბრაზილიაში მომხდარი სიგიჟე არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი ფაქტებით სავსეა ფსევდოლიბერალური მსოფლიო. გერმანიაში ასევე 40 წლამდე ქალი მიშელ კოპკე ირწმუნებოდა, რომ 10 წლის განმავლობაში სექსუალურ მიდრეკილებებს ამერიკული თვითმფრინავი Boeing 727-ით იკმაყოფილებდა. შეხვედრა პარტნიორთან 2014 წელს თეგელის აეროპორტში შედგა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება და შედეგად ქალი თვითმფრინავზე დაქორწინდა. მის ამ საქციელსაც მედიის მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. მასზე იღებდნენ სიუჟეტებს და გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ. კიდევ ერთი ასეთი მაგალითი ერიკაა, ქალი, რომელსაც ეიფელის კოშკი შეუყვარდა. კიდევ უფრო ადრე ბერლინის კედელი მოსწონდა. მისი პირველი სიყვარული კი ღობე იყო. ისიც ყველა სხვა დანარჩენის მსგავსად მედიამ ვარსკვლავად აქცია. ფსევდოლიბერალები გვარწმუნებენ, რომ უსულო საგნების ადამიანივით შეყვარება, მათ მიმართ სექსუალური ლტოლვა, ქორწილების გადახდა და დაოჯახება, ეს ნამდვილი სიყვარულია და არა სიგიჟე. შეესაბამება ეს სიმართლეს თუ არა, თავად განსაჯეთ. აი ჩვენ გვეცინება ამ მართლაც რომ შიზოფრენიაზე მეირივონეს კი წყინს.
ვერ მიგებს ხალხიო ჩივის, უსამართლოდ მეკცევიანო ამბობს, არ ჯერათ რომ მართლა მიყვარს ჩემი მარსელო. ერთადერთი რითაც შეგვიძლია დავამშვიდოთ თოჯინებით მოთამაშე ქალბატონი, არის ის რომ უნდა მოითმინოს. რახან გადაწყვიტა პოპულარობა ამ სიყალბის ტირაჟირებით, ისიც უნდა მოითმინოს რომ ამ სიყალბის გამო ბევრი გააკრიტიკებს, თან არასასიამოვნო ეპიტეტებითაც შეამკობენ. კვირაში 4 დღე ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ამ ისტორიაში მთავარი ის კი არაა, ვიღაც ქალბატონს პოპულარობა რომ მოუნდა და ამისათვის თოჯინასთან იქორწინა. მთავარი არის საზოგადოების მენტალური გადაგვარებულობის ხარისხი, სადაც ასეთი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იდიოტიზმი განხილვის და თანაც კამათის საგანი ხდება. რომ არა ადამიანების ცხოვრების წესის საყოველთაო გადაგვარება, ასეთი სისულელე ვერასდროს გახდებოდა ინტერესის საგანი. ასე რომ რამდენიც არ უნდა ვიცინოთ მეირი ვონიზე, სასაცილო, თუმცა მე თუ მკითხავთ უფრო სატირალი, ზოგადად ფსევდოლიბერალიზმით ტვინ გამოლაყებული დასავლეთია, სადაც თოჯინაზე გათხოვილი ქალის აბსურდული ისტორიები მსოფლიო მედიის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის. დროებით.